თინა ხიდაშელი ორგანიზაცია სამოქალაქო იდეის დამფუძნებელია ჩვენთან ერთად. ქალბატონ თინა, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვიდრე ქართულ-ამერიკული ურთიერთობების პერსპექტივებზე გადავალთ, თუ კი შეგვიძლია ამ ხმამაღალი სიტყვით მოვიხსენიოთ ის, რაც გვაქვს ამ მიმართულებით. მანამდე ცნობილი გახდა, რომ 11 ივნის საქართველოსთან ევროკავშირს საქართველოს შორის გაიმართება დიალოგი ვიზების საკითხთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციას ავრცელებს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი რიკარდო იოზვიაკი და როგორც წესი, მისი ინსაიდერული ინფორმაცია უმეტეს შემთხვევაში თითქმის ერთ-ერთში მართლდება ხოლმე. ვიდრე აი ამ სავალალო პერსპექტივაზე მიპასუხებთ, იქნებ განგვიმარტოთ, ანუ რა ტიპის დიალოგი გულისხმება ამაში, ვისთან, დიალოგის შინაარსი როგორი იქნება, რას თუ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა უნდა მიიღონ ამ დიალოგში მონაწილეობა, მაშინ რას შეეკითხებიან მათ ევროკავშირის წარმომადგენლები და აი დეტალები არის, პროცედურა არის თვითონ ძალიან საინტერესო. მოგესალმებით, მადლობა ეთერისთვის. ამით ცოტა ამაზე საუბარი მე მგონი ცოტა არასწორი იქნება ჩემი მხრიდან მეთქვა იმისა რომ გარკვეულწილად გასაგებია ფორმატით დასადებია საკითხები იმიტომ რომ არავის თუ საიდუმლო არ არის და არც ერთი ჭეჭით საიდუმლო თავდაეტოვებია ევროპასის არც ერთი მოთხოვნა არც ერთი პირობა რომელიც პატრიოტიზმასთან მიმართებაში აქვს ის დემოკრატიის რომელიც ახალგაზრდა პროგრამაში განსაკუთრებული ტემპით სწრაფით მონდომებით 2022 წლის შემდეგ მუდმივად საჯარო განცხადებების ასევე ევროკავშირის სხვადასხვა ორგანოების პარლამენტის კომისიის ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებების საგანმანათლებლო ჩვენგოთელი სერიალი დოკუმენტები ჩვენთვის ტელეფონით ასახავს და სრულყოფილად არის გაწეული. ამიტომ მე მაქვს ვარაუდი ბუნებრივია რომ ყველა ამ თემაზე იქნება საუბარი. დღეს არის ცოტათი შეცვლილი ვითარება, ოღონდ ძალიან მინიმალურად, მაგრამ მაინც ცოტათი შეცვლილი ვითარება. უარესობისკენ ქალბატონო თინა უარესობისკენ ამ შეფასებას არ გავაკეთებ, უბრალოდ თავისთავად როგორც ფაქტი, ისე მივიღოთ რომ ცოტათი შეცვლილი ვითარება, იმიტომ რომ სრულად ერთუშოროვნად ჩანს, რომ ქართული ოცნება მზად არის რაღაცა ტიპის მე მოლოდინი მაქვს რომ მინიმალური და კოსმეტიკური, მაგრამ ნუ მაინც რაღაცა ტიპის დათმობებზე წავიდეს იმისათვის რომ ამერიკის ერთადერთი შტატებთან ოდნავი დათბობა, ურთიერთობების ოდნავი დათბობა მაინც იყოს სახელმწიფო. ყველამ კარგად ვიცით რომ ქართული ოცნება მუდმივად ატარებს კვლევებს საკუთარი ამორჩევლის, ისევე როგორც ზოგადად მოსახლეობის, იქნება ეს სატელეფონო ფორმით თუ სხვა და ისიც ვთქვი პერიოდულად ჯონავს ხოლმე ხო ამ კვლევების შედეგები და კარგად ცნობილია ის რომ ისე ამორჩეველი არ არის მედრედნიერი და კმაყოფილი ყველაფერი იმით რაც ხდება მათ შორის ევროკავშირის პლანზე ყოველ ჯერზე, როდესაც ქართული ამორჩეველი იბრძვის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იგებენ ნორვეგი პროგრესით, ნორვეგი წარმატების შესახებ მოლდოვასთან და უკრაინასთან ევროკავშირის დაახლოებაზე, რა თქმა უნდა, ეს ყოფილების უფრო და უფრო მეტად მატულობს. იმიტომ რომ როგორი თავგადაკეთებული მხარდამჭერიც არ უნდა იყო ქართული ოცნების ხდები, თუ გონება საერთოდ დაბინდული არ აქვს, ხდები რომ ყოველ ჯერზე, როდესაც უკრაინა და მოლდოვა ნორვეგი ნაბიჯი დგას, ეს ნორვეგი ნაბიჯი ჩვენ და ევროკავშირის შორის აფართოვებს სიცარიელეს და აფართოვებს მოლოდინის რეზერვს, აგრძელებს ჩვენ გზას და არ ამოკლებს ჩვენ გზას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. და ამიტომ რა თქმა უნდა მათი დღეს აი ამ ვითარებაში ამ ფონზე როდესაც ეს გამოჩნდა რაღაცა ტიპის შესაძლებლობა, რაღაც ტიპის ურთიერთობის გაჩენა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ევროკავშირის შესაძლოა ევროკავშირის გაჩნდეს იმისი მოლოდინი რომ იქნება ამ თვალსაზრისით გარკვეულ დათმობებზე დათმობები მოხდეს მათთან. კი ბატონო, აქვე გკითხავთ რა, რაში ჩანს რომ ქართული ოცნება მცირე, მაგრამ რაღაცა დათმობებზე მაინც წავიდა. ჯერჯერობით არაფერში არ ჩანს, იმიტომ რომ თქვათ იგივე საპროცესო გარიგებები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ბოლო დღეებში, ეს კარგია რომ ადამიანები ციხიდან გამოდიან, მე ამას ეკითხები არ ვაყენებ ბუნებრივია. მშობლების მოთხოვნის დაკმაყოფილებას მე მაინც ამ რანგში არ გავიყვანდი, იმიტომ რომ ეს არასდროს არ ყოფილა პოლიტიკური საკითხი, ეს იყო უფრო მეტად იმ რანგიდან საკითხების როდესაც ხელისუფლება პროა არავის არ ესმის, არა მხოლოდ თავის პოლიტიკური ოპონენტების, არამედ საერთოდ არავის არ ესმის და ამიტომ ეს წმინდა წყლის პოლიტიკური საკითხი ეს არ ყოფილა შესაბამისად არც რაიმე ტიპის პოლიტიკურ დათმობაზე ამ თვალსაზრისით არ უნდა ილაპარაკოს, მაგრამ
ისაც ჩამოყურებ პატიმრებთან მიმართებაში ოთხექროლის პატიმრებთან განსაკუთრებით კი რა თქმა უნდა შეგვიძლია აღვქვათ როგორც ერთგვარი ნახევარი ნაბიჯი უკან და ნახევარი იმიტომ რომ ქართული ოცნება ითხოვს აღიარებას სანაცვლოდ ამ ნახევარ ნაბიჯიან დათმობის გასაკეთებლად. დასაგებია რომ ეს ძალიან ფორმალურია და არავინ ამას სერიოზულად არ ამბობს, მაგრამ მართლა სჭირდებათ ბუნებრივია სახის შესანარჩუნებლად. მე კი ვიტყოდი რომ ვისაც რომ რეალურად გამოჩნდეს რაიმე დათმობა ამ თვალსაზრისით ამ ნაწილში პატიმრებს რაც შეეხებათ პოლიტ პატიმრებს აქ არის სრულად უპირობო ორი ამოცანის შესრულება. პირველი რომ ყველა მზიამაღლობელიდან დაწყებული ანდროთ გაგრძელებული და ყველა ნებისმიერი ადამიანი რომელიც პროტესტის დროს იყო დაპატიმრებული და გათავისუფლდეს საპატიმროებიდან და მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანა და არანაკლებ პრინციპული ამოცანა არის ის რომ ხელშეუხლება უნდა დაიწყოს რეაბილიტაციის პროცესი, იმიტომ რომ ეს ხალხი კრიმინალები არ არიან და მათ არ უნდა გამოყოთ რაღაცა კრიმინალის ისტორია იმ შემთხვევაში კი თუ ისინი გათავისუფლდნენ ეს აბსოლუტურად უნდა გათავისუფლდნენ არა μόνο პატიმრებიდან, არამედ ყველა იმ საგარეო და სამართლებრივიდან რომელიც მათ პოლიტიკური ნიშნით ჰქონდა. ეს უნდა იყოს სრულად უპირობო და ამ შემთხვევაში ამ პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში რა თქმა უნდა შემიძლია ილაპარაკოთ იმაზე ფაქტობრივად და რაღაცას მიხვდა და მზად არის რომ რეალურ დათმობაზე წაყვეს, მაგრამ ამის გარეშე მხოლოდ საპროცესოების ხარჯზე ადამიანების გათავისუფლება კიდევ ერთხელ მე ამას მივესალმები ნებისმიერ ადამიანის პალენე პატიმრის ციხიდან გამოსვლას, მაგრამ ეს რა თქმა უნდა როგორც დათმობა მარტო ნახევარ ნაბიჯია, მაგრამ კიდევ ერთხელ რას თავში თქვი სიტყვას გავიმეორებ რაღაცა პატარა სინათლე გამოჩნდა, ანუ რაღაცა ტიპის კომპრომისის საჭიროების აუცილებლობის განცდა ქართული ოცნებისგან გამოჩნდა და ეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ რომ უკვე კარგია, მაგრამ ჯერჯერობით არ შეგვიძლია ვთქვათ რომ საკამარისია იმისთვის რომ ოპტიმიზმით განვიწყოთ. ქალბატონო თინა, სწორად მიგიხვდით, ანუ მივა თუ არა ევროკავშირი ქართველი ხალხისთვის ყველაზე მტკივნეულ გადაწყვეტილებამდე გულისხმობ ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტას და დღეს სხვათაშორის პროგნოზს აკეთებენ უკვე ოპოზიციონერი ლიდერები, რომ წლის ბოლოსთვის ეს პროცესი შესაძლებელია, ასე ვთქვათ, შედგეს, ანუ შეგვიწყდეს ვიზა ლიბერალიზაცია, დიდწილად დამოკიდებულია ამერიკელებთან ურთიერთობის გადატვირთვის პერსპექტივაზე? თუ მაგალითად ევროკავშირი დიახ დიდწილად ნახევარწილად ხა ეს ამას არ ვიტყოდი, მაგრამ დიახ ეს ყველაფერი ერთმანეთთან რა თქმა უნდა ურთიერთკავშირშია, როგორც გამოჩნდება სადღაცას თვითონ ვიზიტარის სინათლე, ამ სინათლეს ყველა უნდა ჩაეჭიროთ, იქნება ეს ევროკავშირი დიდი ბრიტანეთის ყველა. იმიტომ რომ უფრო მეტი ზეტოლით, უფრო მასირებული შოპერით, უფრო კომპლექტური ინგონით, ყველა ჩვენი პარტნიორის მხრიდან რა თქმა უნდა შესაძლებელია გაცილებით უფრო მეტი შედეგის მიღება, ვიდრე როდესაც საქმეში მხოლოდ ერთი პარტნიორი მოიწვია. და თუ არაფერი არ შეიცვალა წლის ბოლომდე, შესაძლებელია ჩვენ დავკარგოთ უვიზო მიმოსვლა შენგენის ქვეყნებში? ეს რა თქმა უნდა შესაძლებელია, მაგრამ მე იმედს ვიტოვებ, რომ იმ ფონდზე, როდესაც უნგრეთში ხელისუფლება შეიცვალა და შესაბამისად იმედი მიგვწვა ორბანის ვეტო მოიგრძნება ახალი ხელისუფლების უნგრეთში ახალი ხელისუფლების პირობებში, ეს უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ევროკავშირი დაუბრუნდება პირველ ამოცანად, როდესაც უკვე ხელისუფლების პირების, ხელისუფლების შემყოფი პირების სრულ სანქცირებაზე იყო საუბარი, რასაც ვლოკავდა ორბანი. და შესაბამისად აღარ დადგება საჭიროება იმისი, რომ ყველა მოქალაქეა საქართველოს მოსახლეობაზე გავრცელდეს სანქციები. ამის შანსი დღეს არის, მე არ ვიცი, როგორია ახალი პრემიერის პოზიცია საქართველოს სამართლებაში, მაგრამ ჯერჯერობით ლაპარაკა საკუთარ პოზიციაზე, მაგალითად უკრაინასთან დაკავშირებით, რუსეთთან დაკავშირებით, სხვა საკითხებზე. იგივე მოლდოვასთან, სომხეთთან მიმართებაში ვიცი ჩვენ ეს პოზიციები, მას საქართველოს ჯერჯერობით ეს არ საუბრია, მაგრამ იმედი დავიტოვოთ, რომ ორბანის ვეტოსთან დაკავშირებით მას იგი ოპოზიცია ექნება, რა თქვა, არასდროს გადაწყვეტილებებთან, რომელსაც პრემიერი ორბანი იღებდა მანამდე. და ეს იქნება გარანტია იმისი, რომ აღარ იკახება საჭიროება, აღარ დადგება საქართველოს მოსახლეობისთვის ვიზო რეჟიმის გაუქმების და სრულფასოვანი მასშტაბური ოპერაცია შეუძლია, სანქციების ოპერაცია შეუძლია ევროკავშირის განახორციელოს ჩინეთს. თქვენ ორი ძირითადი, ასე ვთქვათ, გარემოება დაასახელეთ, რის შემდეგაც შესაძლებელია ახალი პარტნიორული ურთიერთობების აწყობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, დავაზუსტებ უპირობოდ, იმიტომ რომ საპროცესო შეთანხმება გარკვეულ პირობებს გულისხმობს, რაც
ზოგისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მიუხედავად საპროცესო თავისთავად შეიძლება გაფორმდეს თავი არის რომ თავი ამოცანა არის რომ ამ ადამიანების რომ ეს ადამიანები რომ უდანაშაულები არიან ეს უნდა დადასტურდეს. ამიტომ მაგალითად ჩვენ გვაქვს საფრთხე აღიარების გარეშე ესეთ ფორმა არსებობს ეს კანონმდებლობაში ერთის უფრო და მეორე სოფლიო კიდევ უფრო განმეორება რომ აუცილებელია რომ დაიწყოს მათი რეაბილიტაციის პროცესი და ის პარალელურად რომ ისინი გათავისუფლებდებიან და მოხდეს მათი სრული რეაბილიტაცია მათი უდანაშაულობის დადასტურება. ხო, მაგრამ რამდენად წავა ქართული ოცნება მათთვის ესოდენ მტკივნეულ პოლიტიკურ ნაბიჯზე? მე ამაზე არ ვსაუბრობ ისინი წავლენ თუ არ წავლენ თქვენ მეკითხეთ რომ რა ჩაითვლება ეს ჩაითვლება მათ მხრიდან დათმობა ეს არის დათმობა თემამდეში დათმობა ის არის როდესაც ნაბიჯს გყავთ და არა ის როდესაც საკუთარი კომფორტის ზონაში რჩებით საკუთარი კომფორტის ზონიდან რომ გამოდიხარ ეს არის დათმობა. სხვა შორის პოლიტპატიმრების საკითხი აისახა შესწორებაში, რომელიც თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შევიდა, აქ ასევე არის საუბარი, რომ გამოკვლეულ იქნას რუსეთის და ჩინეთის გავლენისა და თანამშრომლობის ასე ვთქვათ პოტენციური შესაძლებლობები საქართველოში. ქართულმა ოცნებამ ძალიან ესე ვთქვათ აგდებით შეხედა აი ამ ბოლო ცვლილებებს, მათ თქვეს, რომ ეს კინო ბევრჯერ აქვთ ნანახი, ალბათ შარშანდელი შემთხვევა გაიხსენეს, მაშინაც იყო მსგავსი შინაარსის შესწორებები ინიცირებული, უბრალოდ შესული ამ აქტში. ეხლა რა პერსპექტივა აქვს ამ შესწორებებს, რომ რეალურ ქმედებებად ვიხილოთ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან? ძალიან დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება ეს პროცესი, რომელიც ამ რამდენიმე წელიწადში დაიწყო ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. ქართული ოცნება რეალურად მზად არის რაიმე ტიპის რეალური ფინანსიან ცვლილებაზე დავიდეს საკუთარი პოლიტიკის კორექტირების როგორც ამერიკის სახელმწიფო მარკო რუბიოს სამართლიანად და ძალიან სწორი ტერმინოლოგიის გამოყენებით განაცხადა კონგრესში მოსვლის საქართველოს დაკვირვება პოლიტიკის კორექტირება და შეჯიბება პოლიტიკის ორიენტაციული ცვლილების განხორციელება ხო? ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა აღარც ამ ცვლილების ავტორიზაციის ცვლილების განხორციელების საკითხი აღარ დაწყება. თავიდან ბევრი პროცესი არის პირობითი ერთგვაროვანი დამოკიდებული ბუნებრივია. სენატორი რომელმაც გასულწეს დაბლოკამენტებარი ავტოცილობიც აღარ არის ერთმანეთი. ბევრი ადამიანი ამას ოპტიმიზმით უყურებს, მე ერთი არ ვუყურებ, არ აქვს მნიშვნელობა ის პირადად სენატში რჩება თუ არა. მაინც შეიძლება გამოჩნდეს, იმიტომ რომ როგორც მახთან მოახერხა ქართულმა ოცნებამ ურთიერთობის დამყარება რაღაცა დაჭერა, ნახევარ შეიძლება მათ გადაჭერა რომელიც პასანატორთან, ამიტომ ახლა მივიწყოთ რომ 100% რამე გარანტირებულია, მაგრამ ის რაც შეიძლება 100% ვთქვათ არის ის რომ ფენიეს პროცესით პიტერ ანდრიოლის ორჯერ ვიზიტი საქართველოში მისი ჩასვლა ანაკლიაში არის საჯაროდ დემონსტრირება რომ ის ანაკლიაში ჩავიდა და შეფერონის სამეფოს სამთავროების ინტერესი ანაკლიაში შემდეგ სახელმწიფო მდივანრების ეროვნულ აქტივიზმის საქართველოში მეორე ვიზიტი ამის ხოლმე გაცხადებული საჯარო განცხადებები გვახდეს რომ მანამდე ცალდებოდა რაღაცა ორფაზიანი განცხადება რომ შეხედრო შეიძლება მხარები დაიშალონ და მორჩა არაფერი არ წელახება. ეხლა შევხედოთ უკვე ძელში ნაციან განცხადებებს საუბარი არის პირობებზე საუბარია ყველა პრობლემის აღიარებაზე რომელიც საქართველოს ქვეყანა დააყენა და ამის გამოსწორების აუცილებლობაზე შემდეგ ხედავთ უკვე კითხვა პასუხს კონგრესში სახელმწიფო მდივნის სადაც ის პირველად ტრამპის ადმინისტრაციის ხელშეუხლოში მოსვლის პირობებში და ამის შემდეგ პირველად ასეთი მაგალითები განცხადება კეთდება საქართველოს თავზე არც პრეზიდენტ ტრამპს არც იმეჩა საქართველოს მანამდე განცხადება არ გაუკეთებია და ამის შემდეგ რეგისტრირდება ავტორიზაციის აქტში ეს ცვლილება სწორედ რესპუბლიკელი კონგრესმენების მხრიდან ეს რა თქმა უნდა არ არის შემთხვევითობა და არ არის დამტყრობა. ეს არის ერთიანი სტრატეგიის ნაწილი, როდესაც ყოველგვარი ფონდია დამოკიდებული, ამიტომ მოდით ზუსტავი ოპტიმიზმი დავიტოვოთ, რომ რაღაცა გაიგო ქართული ოცნება, მთელი ამ პროცესსა და კომუნიკაციიდან და პოლიტიკის კორექტირებას მოახდენს. მე არ ვარ ოპტიმიზმით არ ვუყურებ ამ პროცესს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ზუსტავი იმედი დავიტოვოთ, რომ იქნებ რამე გაიგოს, თუმცა ის ყველაფრის განაცხადი
არჩევნების მიმართ ორი დღეების მიმართ სწორედ სხვა ფორმით ისევ რაღაც შეურაცხყოფის რეჟიმში ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციაზე ლაპარაკი რომ რაღაცა სამშობლოების ლაპარაკებია და საშუალებების გამოგყოლობენ რა თქმა უნდა სამწუხაროდ როცა ამას სპეციფიკურად განსაკუთრებული ინტერესი ოპტიმიზმია კარგია ხო, სხვა შორის ესე ძალიან საინტერესოა რა დაგვიანონსა ირაკლი კობახიძემ, ანუ მალე გაიგებთო რაც ამერიკას უნდა და რაც მამას უნდა, ანუ რას მოვიმოქმედებთო, ანუ არა ორაზროვანი ნათქვამია მართალია, მაგრამ ანუ პოზიტიური სიგნალის მატარებელია თუ ნეგატიური, სიმართლე გითხრათ, ამაშიც მე გამიჭირდა გარკვევა. თქვენთვის არის რაიმეს მანიშნებელი? ჩემთვის ეს არ არის პოზიტიური სიგნალი, იმიტომ რომ პოზიტიური იყოს უფრო მეტ სიტყვა, ბუნებრივია, იმიტომ რომ ის ინტერესია თუკი შუმების უძად არის მის ინტერესია, რომ შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ ფეთონების კორექტირება და განახლება, მაგრამ ვინაიდან ისაა არაკეთებს, ეს ნიშნავს ერამეს, ერთი ანონას რომ გაწოდება არ აქვს მიღებული და მასლა პირდაპირ მნიშვნელობით მამას ელოდებიან, ანუ ბიზნესის ელოდებიან გასეთქვით. მეორე შემთხვევაში შეიძლება ნიშნავს იმის რომ პრობლემები მოხდა, არაფერი არ მოხდა, ამიტომ ეს რომელიც არ უნდა იყოს აქედან სიმართლე, ეს არ არის წაგისწრება. ხო, რეალურად ხო გასაგებია რა აწუხებთ ყველაზე მეტად ბაიდენის ადმინისტრაციის დროს მიღებული გადაწყვეტილებებიდან, ანუ სანქციების მოხსნა და შესაბამისად რა თქმა უნდა, ჩემი აზრით და ჩემი ინფორმაციით მათი პირობა იყო რომ ყველაფერს წავიდნენ, ანუ ყველა პირობა დააკმაყოფილებდნენ რაც ვაშინგტონიდან და აკოპიოზის იმ შემთხვევაში თუ ჯერ მოხდება სანქციების მოხდა და განსაკუთრებით ბიზნესში დაწესებული სანქციის მოხდა. ხო, ყველას თავისი მამა ყავს ფაქტია. ყველას თავისი მამა ყავს და ყველა თავისი მამის კარნახით. ყავს მხოლოდ სამწუხაროდ. კი ბატონო. ხო, აი თქვენ თქვით რომ ყველაფერი მართლაც ქართული ოცნების ხელშია, მხოლოდ მათ შეუძლიათ ამ ვითარების ყველაფერი არ არის ქართული ოცნების ხელში, არ არის, იმიტომ ძვირფას დროს აკარგინებენ ქვეყანებს და კარგავენ, იმიტომ რომ ჩვენ ახლა რეალურად ვდგავართ მომენტის წინაშე, როდესაც აგრეთვე მაღალი ალბათობით უცხოამოსვლელით მიიღებენ გადაწყვეტილებას ევროკავშირში მოლდოვას და უკრაინის დასწრების გახდის რეალურად მათი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი დაიწყება, ანუ კარგი გაიგება და ისინი უკვე რეალურად ბოლო ეტაპზე გადავლენ. აქედან ძალიან ცოტა დროა, იმიტომ რომ უკრაინაში მონდენებულია ორივე ქვეყანა უკრაინა და მოლდოვა სტარტებულია, რომ ის ბოლო რეფორმების ეტაპი, რომელიც აუცილებელია, ძალიან სწრაფად განხორციელდება. აგერ ჩვენ დღეს ნახეთ ქალბატონ მეცოლას ვიზიტი მონტენეგროში პარლამენტში მის გამოსვლას, სადაც რომელიც იყო სუპერ ოპტიმისტური იმაზე, რომ მონტენეგრო 2027-ში მაღალი ალბათობით ევროკავშირის წევრი გახდება უკვე. ანუ ყველა ის შესაძლო ჩაბმა, რომელსაც საქართველოს უნდა ჩაბმოდა, იქნებოდა ეს დასავლეთ ბალკანეთის რომელიმე ქვეყანა, იქნებოდა ეს მოლდოვა, უკრაინა, საქართველოს სამეურნეო სხვა, თანდათანობით ცილდება. ამიტომ ესე არ არის რომ ყველაფერი თბილისის ხელშია. ჩვენ შეიძლება მივიდეთ იმ მომენტამდე, როდესაც ჩამოbrunება უბრალოდ შეუძლებელი გახდება იმის მიუხედავად, რა გადაწყვეტილებას მიიღებს თბილისი. აბა კიდევ რისი გაკეთება შეუძლია? მე სიმართლე გითხრათ ვიგულისხმე ოპოზიცია. დროის ამბავია, სწრაფად უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, სწრაფად უნდა მოხდეს თუ რამე გვინდა, იმიტომ რომ უბრალოდ შეიძლება დრო ისე გაგვეყაროს ხელიდან. რომ ვეღარ დავეწევთ. ხო და აი რა ხელ ეწიფება, რა შესაძლებლობები აქვს ახლა ოპოზიციას და ამ შესაძლებლობას არ იყენებს. ახლა მოგიხსენებათ თქვენ რომ ასრთან სხვადასხვაობა კი არა, დაპირისპირება მოყვა იგივე სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადება, სადაც ნათქვამი რომ ასე ვთქვათ აუცილებელია რომ ფუნქციონალური იყოს ოპოზიციამ ყველა თავისებურად გაიგო და ახლა მიდის საუბარი იმაზე, რომ ვიღაცა თურმე პარლამენტში შესასვლელად იპარება და პირდაპირ უთხრეს დელეგაციის წევრებმა ოპოზიციას შეხვედრებზე, რომ ბოიკოტის არ არის, ასე ვთქვათ, რელევანტური გზა ხელისუფლებასთან ბრძოლის და თავი უნდა დაანებონ ბოიკოტის გზას. შეუძლია ოპოზიციას რაიმეს გაკეთება და არ აკეთებს?
ხო, ეცადები ახლა თავარი ის პროფესია შეიძლება ერთმანეთთან ბატონობას თავიდანებონ და არ დაკარგონ თავარი სამისდა. რომ ქვეყანა გადასარჩევით. 24 საათი ტელეკამერების წინაშე დგანან და იმაზე საუბრობენ, რომ ქვეყანა იღუპება ქვეყანა გადასარჩენდა სინამდვილეში ცხოვრებაში. ეს გავლენა რომ ერთმანეთთან დატოვებით არიან ძირითადად დატოვებული და სამწუხაროდ ეს არჩევნები ჩოს არის ამიდან, როდესაც ოპოზიციაში აღსაბობდა თავარი მამოწინებელები იდეა იმის შესახებ თუ ვინიცნებოდა პირველ ადგილზე ოპოზიციიდან და არავის თუ მიუძებდა არჩევნებს. ეს რეალობაა და ვიცით ყველამ ძალიან კარგად და ეხლა რამდენი წამია ტრენჭები კამერების წინაშე ამ უბედურებას ისინი ვერ გაექცევიან, მაგრამ მე არ მინდა რომ მუდმივად მხოლოდ იმაზე ვაპარაკობდეთ ვინ რა შეცდომა დაუშვა გუშინ წინ და კიდე ხომ კიდე ახლა განსარჩენი და